წარმოგიდგენთ მოთამაშე, რომელსაც მთელი ერის იმედი აბარია. მოთამაშე, რომელსაც წამის გამო მუხლები მუდმივად ტკივა, მაგრამ როდესაც მოედანზე შედის, ტკივილი ქრება და რჩება მხოლოდ გენია. 1994 წლის მსოფლიო არ იყო უბრალოდ ტურნირი. რობერტო ბაჯოსთვის ეს იყო ფიზიკური ტკივილის და სულიერი ამაღლების პიკი. ღვთაებრივი კუდი, ანუ რობერტო ბაჯო მეცხრე ადგილზე. იტალიის მწვრთნელი არიგო საკი ითხოვდა მკაცრ დისციპლინას, სისტემას, რომელიც არ ტოვებდა სივრცეს კრეატიულობისთვის. ბაჯო ამ სტილს ეწინააღმდეგებოდა. ტურნირის დასაწყისი კატასტროფული იყო. იტალიამ წააგო ირლანდიასთან და ბაჯო ფორმაში არ იყო, მაგრამ სწორედ ამ დროს გამოჩნდა ბაჯოს ლიდერული თვისებები. სწორედ იმ მომენტში, როდესაც ნაკრები უფსკრულისპირას იყო, ბაჯომ ტაქტიკური საზღვრები დაარღვია. მან უფრო ღრმად დაიწყო ჩამოსვლა და ბურთის ნახევარდაცვაში მიღებას ცდილობდა, რათა აქედან შეძლებოდა შეტევების დირიჟორობა. ეს იყო თავისუფალი მხატვრის ბრძოლა სისტემასთან. სწორედ ბაჯოს დამსახურებით შეძლო იტალიამ ჯგუფში იმ ერთადერთი გამარჯვების მოპოვება ნორვეგიასთან და 4 ქულით ჯგუფიდან გასვლა. სწორედ ამის შემდეგ იწყება ნამდვილი დრამა. მერვედფინალი ნიგერიის წინააღმდეგ. იტალია 10 კაცით რჩება და ბაჯო დაღლილია, მაგრამ იგი 92 წუთში ახერხებს გოლის გატანას. შეხვედრა ესპანელებთან. ბაჯო უკვე 97 წუთში ახერხებს გადამწყვეტი გოლის გატანას და ნახევარფინალი ბულგარელებთან. ბაჯო 2 საოცარ გოლს იტანს და ნაკრები ფინალში გაყავს. ეს პრაქტიკულად ერთკაციანი ნაკრები იყო, მაგრამ ბაჯოს თამაში იყო არამხოლოდ ფეხბურთი, არამედ გამძლეობის ტესტი. იგი თამაშობდა გაბერილი მუხლებით და ტკივილ გამოყოჩებლების იმედად, რადგან იცოდა, რომ ნაკრები მის გარეშე არ არსებობდა. თუმცა ამ ლამაზ ზღაპარს საშინელი დასასრული აქვს. ეს ყველამ ვიცით. პასადენას სტადიონი, 94,000 მაყურებელი, ბრაზილია-იტალია, 120 წუთი ბრძოლა, პენალტების სერია, ბაჯოს რიგი, მთელი ქვეყნის, მილიონობით იტალიელის იმედი მის ფეხებს აბარია. დარტყმა და ბურთით საში მიფრინავს. ის წამი, როდესაც ბაჯო თავჩაქინდრული იდგა, ყველაზე ხანგრძლივი წამი იყო ფეხბურთის ისტორიაში. მან იცოდა, რომ იგი დამარცხდა.